საუბარს განვაგრძობთ სტუდიაში სტუმართან ფილოსოფოსი ირაკლი ბათიაშვილია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, გილოცავთ 26 მაისს. მადლობა მობრძანებისათვის. თქვენ ხართ ერთ-ერთი უშუალო მონაწილე იმ პროცესების, რომელიც დაგვირგვინდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით. აი რომ გაიხსენოთ დღეს როგორ გაიხსენებდით იმ წარმოდგენებს, რომელიც ჰქონდათ მაშინ ამ პროცესებში მონაწილეობისას, როგორ წარმოგედგინათ საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის წლები. და რამდენად შეესაბამებოდა ეს მაშინდელ იდეალებს, რომლისთვისაც ეს ძალიან დიდი პროცესი იყო და რა თქმა უნდა, ალბათ ესეთი რაღაცები საუკუნეებში ერთხელ ხდება, როდესაც ჩვენ წილად გვერგო ყველას მონაწილეობა მიგვიღო ამ დიდ პროცესში, რასაც ქვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და სწორედ მე ესე ვთქვათ, ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან ერთად, ირაკლი წერეთელთან, გიორგი ჭანტურიასთან ერთად, ესე ვთქვათ, რაღაცა წავძღოლოდი ამ დიდ პროცესს. ჩვენ სწორედ აქ მე მინდა უპირველეს ყოვლისა ხაზი გაუსვა იმას, რომ აი 26 მაისია დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს და სწორედ უმნიშვნელოვანესი მომენტი ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მისი სტრატეგიის იყო ის, რომ ჩვენ თავიდანვე გამოვკვეთეთ, რომ ჩვენ ვიბრძვით არა უბრალოდ თვით გამორკვევისთვის, რომ ეხლა გვინდა რაღაც ერმა მოვიპოვოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, არამედ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის, აი იმ სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის, რომელიც 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა ეროვნულმა საბჭომ. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ჩვენ წაგვართვეს ოკუპაციის და ანექსიის შედეგად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ეს სამართლებრივად, პოლიტიკურად იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თავიდანვე გამოგვეკვეთა. ამაში დიდი როლი ითამაშა, ეს არაერთხელ ვახსენეთ ჩვენ, სწორედ ერთ-ერთი პირველი დიდი მნიშვნელოვანი საკვანძო მნიშვნელობის აქცია ეს იყო 1988 წლის 26 მაისის პირველი აღნიშვნა. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტმა საერთოდ არ იცოდა რა იყო 26 მაისი. იმიტომ რომ ეს საბჭოთა კავშირის თელმა სისტემა მიმუშავა ამაზე, რომ ეს ამოეშალათ მეცნიერებიდან, რა თქმა უნდა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მთელი მოსახლეობისთვის გაგვეგებინებინა, რომ 26 მაისი ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და ჩვენ ვიბრძვით სწორედ ამ დამოუკიდებლობის აღდგენისათვის და ჩვენ ეს მოვახერხეთ მაშინ, ეს აქცია მაშინ სწორედ ჩვენი ორგანიზატორები ვიყავით ჩვენ მიუძღოდით ამ აქციას, მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია, მე ირაკლი წერეთელი, ზვიად გამსახურდიას მაშინ ხანგრძლივი შიმშილობა ქონა გამოცხადებული ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნებით და აი ეს აქცია რომელიც დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა თავიდან, მერე დაგვირგვინდა ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი, აი საოცარი ენთუზიაზმის უფევდა ესეთი მიტინგით და გამოიკვეთა ყველასათვის, რომ ჩვენ ვიბრძვით სწორედ აღდგენისათვის ერთ დღეში, მე მინდა გითხრათ, გაიგო მთელმა პრაქტიკულად ერთ დღეში გაიგო ყველა, რომ იქამდე რა თქვენ ახსენეთ, ხო, ბევრმა არც იცოდა, ხომ, რა იყო 26 მაისი. აი, იქამდე რა იყო ის ბიძგები, რამაც ეროვნული იდეა აი გააღვიძა საქართველოში და აი საბჭოთა პროპაგანდის მუშაობის მიუხედავად ქართველებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობამდე, ეხლა ჩვენ ისტორიოთული ჩაუყვეთ ეს ძალიან შორს წავალთ, ეს მივალთ ილია ჭავჭავაძემდე, მივალთ ესე იგი მე ესე იგი მთელ რიგ აჯანყებებამდე, მთიულეთის იქნებოდა, მაგრამ უშუალოდ ამას წინ უძღოდა ძალიან მნიშვნელოვანი დისიდენტური მოძრაობა. სწორედ აი დისიდენტური მოძრაობის დიდი წარმომადგენლები იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, რაც ეხება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც ესე ვთქვათ, რომელიც დაიწყო სწორედ 80-იან წლებში, სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი შეკრებები ხდებოდა ჩემს სახლში, ჩემ მაგიდასთან და ესე ჯერ იყო ვიწრო, მე სწრაფად ფართოვდებოდა, იქ ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, მიდიოდა სიტუაციის ანალიზი, ვიწევდით ძალიან საინტერესო ხალხს, მაგალითად მერაბ მამარდაშვილი აკეთებდა ძალიან საინტერესო მოხსენებებს და აი ეს მე ესე იგი ზრდა გაფართოება ძალიან სწრაფად დაიწყო ეროვნულ მოძრაობამ
ჩვენ გამოვკვეთეთ თავიდანვე, ესე იგი, ჩვენი მოთხოვნები, მრავალი მოთხოვნა იყო იქ ეკოლოგიის სფეროშიც იყო, პოლიტპატიმრების განთავისუფლების სფეროში იყო, უამრავ სფეროში, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მაგრამ თავარი, რა თქმა უნდა, ეს გამოიკვეთა, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის იმ სახელმწიფოსი, რომელიც გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს. აი ესეთი იყო განვითარების გზა და მე სულ აღმავლობის გზით წავიდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. მე მინდა აქ ერთი რამე აღვნიშნო, რომ როდესაც 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაშინ ჩვენ დამოუკიდებლობა ღვთისწყალობით მივიღეთ როგორც საჩუქარი, უბრძოლველად მივიღეთ მთელი გეოპოლიტიკური რეგიონში დიდ რეგიონში ცვლილებების შედეგად ეს იყო დიდი წყალობა, დიდი საჩუქარი. ამას მთელი რიგი ვითარებები უძღოდა წინ, მაგრამ სამწუხაროდ მაშინდელი მთავრობა, სოციალ-დემოკრატიული მთავრობა მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა, რომ ეწარმოებინა შორსჭრეტეული წინდახედული პოლიტიკა დამოუკიდებლობის გამტკიცებისათვის და რაც მთავარია, რათა დაეცვა ეს დამოუკიდებლობა აი იმ აგრესიის პირობებში, იმ აგრესიისგან, რაც განხორციელდა 1921 წელს. თუმცა ერთი რამე რაც კაი გააკეთეს, მათ კაპიტულაციაზე ხელი არ მოაწერეს, მაგრამ რეალურად სერიოზული აი ესეთი საყოველთაო ძალისხმევა არ გამოუჩენიათ, სამწუხაროდ, რომ ეს დამოუკიდებლობა დაეცვათ. სამოქალაქო საზოგადოებაც მაშინ აი არ იყო ესე ვთქვათ მოწოდების სამწუხაროდ სიმაღლეზე, ამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ და იმიტომაც ესეთი ჩვენ მაშინ 3 წლის მერე ესეთი მარცხი განიცადა ალბედითი ჩვენმა ქვეყანამ. რაც შეეხება დღეს, მე მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, უამრავი ძალიან სერიოზული ვთქვათ საკითხების, რომელიც ჩვენ წინაშეა დაგროვილი, დღეს სხვა ვითარებაა. ამ საკითხში ხელისუფლებაც და ხალხი არის აი უკვე ჩანს აბსოლუტურად ერთიანი, რომ რაც შეეხება დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ეს ცნებები ჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა ერთდაიგივე არ არის, უნდა გითხრათ, მაგრამ უმჭიდროვესად ერთმანეთს გულისხმობენ. ესე არავინ ამის დამთმობი დღეს არ არის, რა თქმა უნდა, და ეს აშკარად ჩანს, არც ხალხი, არც ხელისუფლება ამას სწორედ მეკითხა, რომ ხშირად იხსენებენ ხოლმე მერაბ კოსტავას ცნობილ ფრაზას, რომ დამოუკიდებლობას შემდეგ დაცვა და ბრძოლა სჭირდება და დღესაც სიტყვით გამოსვლები რომ გავიხსენოთ, ვთქვათ რეფრენად გასდევდა ყველა პოლიტიკოსის ლიდერების გამოსვლას ის, რომ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ეს არის შესანარჩუნებელი და მას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა. საზოგადოებას ხალხს ერთს რამდენად აქვს დღეს ეს გაცნობიერებული, რომ ის რაც მოიპოვა საქართველომ დღესაც დასაცავია. მე ზუსტად ამას ვუყურებ, დღეს ჩვენ და საბედნიეროდ მე როგორც ავიქვამ და ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი მკვეთრად განსხვავებული ვითარება, ვიდრე ეს იყო 1921 წელს, 1918-21 წლებში, საზოგადოებაში, ხალხში და ჩვენ და საბედნიეროდ ასევე ხელისუფლებაშიც, მე ვფიქრობ, ეს არის სიღრმისეულად გათავისებული და გაცნობიერებული, რომ ეს არის ის ღირებულება, ის ფუნდამენტური ღირებულება, რაზეც ჩვენ ვდგავართ და რისი დათმობაც წარმოუდგენელია. რის დათმობასაც არავინ არ დაუშვებს. ბატონ ირაკლი, ისიც გვახსოვს, რომ 1991 წლის შემდეგ საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში და ხშირად გაგვიგია შემდეგ, რომ პროცესიც არის ხოლმე დაპირისპირება, პოლარიზება, მწვავდება, ხშირად არის საფრთხე იმაზე, რომ ეს არ განმეორდეს სამოქალაქო დაპირისპირება ისეთი, როგორიც საქართველოს უახლეს ისტორიას ახსოვს. და ხშირად მიუთითებენ იმასაც, რომ ამის მცდელობა აქვს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებსაც. თქვენ ხედავთ აი ასე გამწვავების საფრთხეს, რამდენად არის ამის საშიშროება? მე პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ის რაც ხდება, ესე იგი ის პროცესი, რომელიც დაიწყო 80-იან წლებში და დაგვირგვინდა 99 წელს მოხდა გარდატეხა 9 აპრილს პრაქტიკულად ჩვენ მაშინ გადამწყვეტი ეს იყო გადამწყვეტი უკვე
ნაბიჯი, როდესაც შეუქცევადი გახდა ჩვენ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება, შემოbrunების წერტილი იყო 89 წლის 9 აპრილი და ამიტომაც მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ჩვენ გვმართებს სათანადოდ დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც 1989 წლის 9 აპრილს თავისი სისხლით და თავგანწირვით მოუტანა ჩვენ ხალხს ეს დამოუკიდებლობა. აი ეს ყოველთვის უნდა გაცნობიერებული გქონდეს და რომელიც აი ეს პროცესი დაგვირგვინდა 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც სვიად გამსახურდიამ და მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. აი ეს პროცესი უნდა გავმიჯნოთ შემდგომი პროცესებისგან, როდესაც იწყება სხვათა შორის გარეშე ძალების, გარე ძალების აქტიური ზემოქმედებით, აქტიური ჩარევით. მაშინ ეს გარე ძალები ძირითადად, რა თქმა უნდა, იყო მოსკოვი, კრემლიდან იყო ეს ყველაფერი ინსპირირებული, აქტიური ჩარევით დაიწყო ესეთი პოლარიზაცია და შიდა დაპირისპირება საქართველოში. მე რატომ ვფიქრობ, რომ გავმიჯნოთ? იმიტომ რომ იმ პროცესმა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობა მოგვიტანა ჩვენ დამოუკიდებლობა, ბრძოლით მოგვიტანა თან დამოუკიდებლობა. როცა ვლაპარაკობთ პოლარიზაცია, ეს სხვა პროცესია. რა თქმა უნდა, ეხლა იგივეა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა ჯონ ადამსებმა, ვაშინგტონებმა და ტომას ჯეფერსონებმა და მერე მოგვიანებით დაიწყო სამოქალაქო ომი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებლობა რომ მოიპოვეს აი ამ დიადი ბრძოლით, ამით ის რაღაცნაირად შელახული იყოს, ხო, ამით ამაყობენ დღემდე იმ დეკლარაციით, რომელიც ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ის პოლარიზაცია, რაც დაიწყო მაშინ, რომელიც გაღრმავდა და სამწუხაროდ შემდგომ ესე რომ ვთქვათ, გადავიდა სამოქალაქო შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომლის შედეგადაც დამხობილი იქნა კანონიერი ხელისუფლება, აბსოლუტურად ლეგიტიმური ხელისუფლება. ცით რა არის, ამ დაპირისპირების მანკიერ მავნე შედეგებს ჩვენ კაიხანი ვიმკივდით და შეიძლება ჯერ კიდევ ვიმკივთ ამ უმძიმეს შედეგებს. საერთოდ სამოქალაქო დაპირისპირება არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო, რა თქმა უნდა, დიდი უბედურება ნებისმიერი ქვეყნისათვის. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას. იცით რა არის? კრემლი მაშინ ჩარეული იყო რუსეთი, რომ ეს დაპირისპირება გაეღვივებინა. ორი მხარეს მოქმედებდა აქტიურად, რომ ეს გაღვივებულიყო. და ჩვენ ვხედავთ ახლა ასევე გარეშე ძალების ჩარევას, რომ ეს დაპირისპირება მოხდეს საქართველოში. მე დღევანდელ სიტუაციაზე ვლაპარაკობ. რაც ჩანს დღის შუქზე აშკარად მუდმივი პერმანენტული ინსინუაციები, მცდელობები, ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის, ესე იგი დესტრუქციული პროცესების და დესტაბილიზაციის პროცესების წაქეზების და წახალისების, ეს დღეს მოდის ძირითადად ევრობიუროკრატიის და ევროკავშირის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის გარკვეული სერიოზული ნაწილიდან და ამას თან აქვს უკვე რეგულარული ხასიათი, ესე იგი, მაგრამ რაშია საქმე? პრობლემა არის ის, რომ და ამას თვითონაც ხედავენ, რომ თვითონ ჩვენი ოპოზიცია დღევანდელი რო ავთ, მე ახლა არ მინდა არავის რაღაც ისეთი საუბარი, მაგრამ მე არ მახსოვს საქართველოს, აი რაც მე ახლა 80-იანი წლებიდან მახსოვს, აი ყველანაირი ოპოზიცია მახსოვს, ესეთი, ისეთი ყოველთვის არსებობდა, ხო? ესეთი უავტორიტეტო ოპოზიცია, ესეთი ურეიტინგო ოპოზიცია, რომელსაც რეალურად არანაირი მხარდაჭერა ხალხში არ აქვს. ოპოზიცია, რომლის წამყვან ძალას დღესაც წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა და მისი დანაყოფები. სწორედ ნაციონალური მოძრაობის პერიოდზე მინდა კითხოთ. და დავამთავრებ, ხო. ეს აზრი დავასრულოთ, რომ ცოტა დრო გრჩება და ის ძალა, რომელიც არის თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალიან მძიმედ დისკრედიტირებული, რა თქმა უნდა, ეს ოპოზიცია ვერასდროს, ესეთი ოპოზიცია ვერასდროს ვერ ისარგებლებს საზოგადოების მხარდაჭერით. ყველაზე დიდი
კიდე უბედურება ის არის, რომ ისინი თავად ამას ვერ აცნობიერებენ. მათ პერსპექტივა არ აქვთ ამისი, რომ მოიპოვონ ფართო საზოგადოების მხარდაჭერა და რატო? იმიტომ რომ აშკარად ჩანს, ესე იგი, ყველასათვის, მთელი საზოგადოებისათვის, რომ ეს ძალა იბრძვის არა იმიტომ, რომ მას რაღაც უკეთესი პერსპექტივის გახსნა უნდა ქვეყნისთვის. არამედ ამოძრავებს ერთადერთი რევანშის წყურვილი, ამოძრავებს ერთადერთი ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნების წყურვილი და ამას ახლა ყველა ხედავს. 2011 წლის 26 მაისი მინდა და გაგეხსენებინათ დღე, რომელიც უკავშირდება სწორედ აი ამ ძალის მმართველობის პერიოდს. ეს დღე როგორ დარჩა მეხსიერებაში და რამდენად განსაზღვრავს ის დღემდე ხალხის პოლიტიკურ არჩევანს? არა, ეს იცით რა არის, მე მინდა აღნიშნო და ერთხელ უკვე ვთქვი მე, რომ სამწუხაროდ ეს დღე აღმოჩნდა მაშინდელი რეჟიმის მიერ, ნაციონალ მოძრაობის რეჟიმის მიერ, ეს იყო პირდაპირ შებღავლა, შეურაცხყოფის მიყენება 26 მაისის დიადი თარიღისათვის. იმ ქმედებით, რაც მათ ჩაიდინეს, იმ არაადამიანური სისასტიკით და მე მინდა თქვენ ამოიღოთ ელემენტარულად ვიდეო კადრები და კიდევ ერთხელ ნახოთ იმ ღამეს რამდენი ადამიანი იყო, სულ რაღაც 2000 კაცი, როგორ იდგნენ ეს ადამიანები, აბსოლუტურად წყნარად, შვიდად, ერთი ხელი არ გააუნძრევი არავის, ერთი კოკაკოლას ბოთლი არ უსროლი არავის, ერთი ცდელობა არ ყოფილა არათუ რაღაცის დაჯაჯგურების და რაღაცის, ესე ვთქვათ, ჩამტრევის და რაღაცის ცეცხლისა. ცდელობა არ ყოფილა რაღაც დისტანცია დაერღვიათ, რომ მიახლოებულიყვნენ თქვათ იგივე პარლამენტის შენობის ჭიშკარს. აბსოლუტურად ესე წყნარად იყო და მთელი ეს ადამიანები, მომიტინგეები. და აი ამ ჩვენ მომიტინგეებს, აი ამ ხალხს მოუწყეს სასაკლაო, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია და მე ესეთი რამე საერთოდ არ მეხ რანაირი მიტინგი, რანაირი დარბევა არ მახსოვს, მაგრამ ეხლა 9 აპრილის ღამეს არ ვიტყვი იქ პირდაპირ ოკუპანტებმა, ესე ვთქვათ, ჩაფხოცეს და პირდაპირ ისინი აწარმოებდნენ სადამსჯელო ოპერაციას, მაგრამ საკუთარ ხალხს მოუწყო ხელისუფლება, როცა აი ეს ოპერაცია, როდესაც 4-ვე მხრიდან ჩაკეტეს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს აძლევენ დარბევის დროს უკან დახევის საშუალებას ყოველთვის. 4-ვე მხრიდან იქნა ჩაკეტილი ალყად დარტყმული იმისთვის, რომ იქ ცემით მოეკლათ ხალხი და იქ გარდაიცვალა დარბევის შედეგად 2 ადამიანი, 2 მოკვდა. ერთი აქედან ცინიკურად შემოაგდეს მეტროს თავზე, რომ ვითომ დენისგან გარდაიცვალა და ყველა მიცის, რომ ის მოკლეს. ერთი ადამიანი დაბრმავდა ბესო ტაბატაძე ცალითვალით. უამრავი ადამიანი სასტიკად იყო ნაცემი და 26 მაისის მერე ეხლა ადმინისტრაციული იმით ხო წესით ხო უამრავი დააპატიმრეს, მაგრამ კიდე უფრო მეტი დააპატიმრეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, სერიოზული, ესე ვთქვათ, სასჯელით, 5 წლიანი პატიმრობით. დაახლოებით 20-მდე ადამიანი, ეხლა აღარ ჩამოვთვლი, აი მთელი ჩვენი მეგობრები, მაშინ გია სალუქვაძე, ივა ჩიღვინაძე, პახვასტურვა, ზვიად ბერაძე, უამრავი დაძეძგილი იყო ციხე სწორედ ამ ადამიანებით. აი ეს მეორე დღეს, ესე იგი, იყო ცეკვა თამაში, აღნიშვნა, მუსიკა, აი იმ სისხლიან რუსთაველის გამზირზე. დიახ. მადლობა მობრძანებისათვის. ამოიწურა ჩვენი სასაუბრო დრო. სამწუხაროდ ვეღარ განვაგრძობთ საუბარს. ირაკლი ბათიაშვილი გახლდათ დღის ქრონიკის სტუმარი.